აქ, ბოლნისის სიონის კედელზე, არის დღემდე შემორჩენილი ერთ-ერთი უძველესი ნიმუში ქართული ასომთავრული დამწერლობისა. ქართული დამწერლობის და მწერლობის სათავეები შორეულ წარსულშია ჩაკარგული. ამიტომ ქართული ლიტერატურის ისტორიას ვიწყებთ 15 საუკუნის წინ დაწერილი თხზულებით წამებაი წმიდისა შუშანიკისა დედოფლისაი. და აც დამტკიცებულად გითხრა თქვენ აღსასრული წმიდისა და სანატრელისა შუშანიკისი. და აც დამტკიცებულად გითხრა თქვენ აღსასრული წმიდისა და სანატრელისა შუშანიკისი. ასეთმა დასაწყისმა ბევრ მეცნიერს აფიქრებინა, რომ ნაწარმოები ჩვენამდე თავნაკლულად არის მოღწეული. ეს ვარაუდი შეიძლება მართალიც იყოს, რადგანაც ქართულ ჰაგიოგრაფიაში არ არსებობს ნაწარმოები, რომელიც ასე შესავლის გარეშე იწყებოდეს. გარდა ამისა, ქვემოთ ვკითხულობთ, შუშანიკი იყო მოშიში ღვთისა, ვითარცა იგი ვთქვით სიყმიდან თვისით. ჰაგიოგრაფიულ ჟანრს თავისი კანონები ჰქონდა. ჩვენამდე მოღწეული ტექსტი მე-11 საუკუნისაა და საკვირველი არ იქნებოდა მრავალგზის რედაქტირებულს რაიმე დაეკარგა. მისი სხვადასხვა რედაქციების და თარგმანთა შეჯერებით ნათელი ხდება, რომ ყოველთვის ცდილობდნენ მის ჰაგიოგრაფიულ ჩარჩოებში ჩატევას. მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა გარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში, ძეი არშუშაისი. ქრისტიანი მშობლების შვილი, თავადაც ქრისტიანი. ცოლად ყავდა სომეხთა სპასპეტის ვარდან მამიკონიანის ასული შუშანიკ, ისიც ქრისტიანი. აქვე მინდა გითხრათ, რომ ყველა ეს პიროვნება ცნობილია ისტორიაში. და ამიტომ ძნელი არ ყოფილა, როგორც ჩანს, გადაწერაში დაკარგული სპარსთა მეფის პეროზის სახელის დადგენა. ასევე თარიღისა, როდესაც ვარსქენი სპარსეთს გაემგზავრა. ეს იყო წელი 467. ქართლში ამ დროს ვახტანგ გორგასალი მეფობდა. ქრისტიანობა საქართველოში უკვე ძლიერი სახელმწიფო რელიგიაა და ამიტომ ბრძოლა საქართველოსა და სპარსეთს შორის რელიგიური საფუძვლითაც მძაფრდებოდა. სპარსეთში მეფობს პეროზი, ქვემო ქართლში პიტიახშია ვარსქენ არშუშასძე, საქართველოს უსტია, სპარსეთი ძლიერი. ამიტომ საკვირველი არ არის, რომ დიდებულნიც და მოგვნიც ხშირად უარყოფენ ქრისტიანულ რელიგიას და მიმართავენ ცეცხლთაყვანის მცემლობას, ანუ მაზდეანობას. ზოგი ამას პოლიტიკური მოსაზრებით აკეთებდა, ბევრიც ანგარებით. და აი, ვარსქენი წარსდგა მეფე პეროზის წინაშე. ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მიუძღვნა პეროზს ქრისტიანობის უარყოფა და მიიღო ცეცხლთაყვანის მცემლობა. და თანაც ხოლო საწყალობელი ესე ცოლს აითხოვდა სპარსთა მეფისაგან, რაითამცა სათნო იყო მეფესა, და ხპირდება. რომელი იგი ბუნებითი ცოლი არს და შვილნი, იგნით საესრევე მოვაქცინე შენ საშვილსა, ვითარცა ესე მე. აქედან უდაოდ ჩანს, რომ ვარსქენს ანგარება ამოძრავებს. იგი ნებით ამბობს ვარს თავის სარწმუნოებაზე, პირობას დებს, რომ ცოლშვილსაც მიაქცევს ქრისტეს შვილიდან და ამასთანავე პეროზის ასულს თხოვლობს მეორე ცოლად. ამ დროს მეფე ვახტანგ გორგასალი სპარსეთის წინააღმდეგ აჯანყებისა და საქართველოს გაერთიანებისათვის ემზადებოდა. თუ არა მოღალატეს ისე ვარსქენს არ მოაკვლევინებდა. ისტორიაში ცნობილია, რომ მეფე ვახტანგმა ვარსქენი მოაკვლევინა 484 წელს. სპარსეთიდან მობრუნებულმა ვარსქენმა მაცნი აფრინა, რათა მიგებებოდნენ მას აზნაურნი, ძენი მისი და მსახურნი. დაწარმოხმართა სადიასპანოითა ცხენითა მონაი თვისი, ვითარცა მივიდა დაბასა, რომელსაც სახელი ჰქვიან ცურდალა. და წარსდგა მაცნე შუშანიკის წინაშე. უკვე თუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალი მცა ხართ იგიცა და შენცა. უკვე თუ სულითა მომკვდარ ხართ, მოკითხვა ეგე შენი, შენადვე მოიქეცინ. ვარსქენ უარყო ჭეშმარიტი ღმერთი. საწყალობელი იქნა უბადრუკი ვარსქენ, რამე თუ უარყო ჭეშმარიტი ღმერთი, აღიარა არტოშანი და შეერთო იგი უღმრთოთა. შუშანიკმა დატოვა თავისი სახლი, შევიდა ეკლესიაში, თან მიიყვანა შვილები, 3 ძე, 1 ასული და შეავედრა ღმერთს. უფალო ღმერთო, შენი მოცემულნი არიან და შენ დაიცვენ ესენი. განათლებულნი წმინდისაგან ემბაზისა, მადლითა სულითა წმინდისაითა, ოფად ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეისა.
პიტიახშის სახლის ეპისკოპოსი აფოც ამ დროს სახლში არ ყოფილა. ვინმე წმინდანთან წასულიყო სათათბიროდ. და მეცა ხუცესი დედოფლისა შუშანიკისი თანავყვანდი ეპისკოპოსსა მას. აქ აცხადებს თავის თავს თხზულების ავტორი, დედოფლის მოძღვარი და ყველაფრის თვითმხილველი. პიტიახშის სახლში მომხდარი ამბავი მათთვის ვინმე დიაკვანს უცნობებია. ავტორი წერს: და დიდითა ტირილითა ავტირდით გამწარებულნი ცოდვათა ჩვენთა წარმოჩინებისათვის. ხუცესი ეპისკოპოსს აღარ დაუდებია და ადრე წამოსულა. და მივაწიე დაბასა მას, რომელსაც აიყო ნეტარი შუშანიკ, და ვითარცა ვიხილე იგი გამწარებული, მეც ავტიროდე მისთანავე და ვარქვ ნეტარსა შუშანიკს. ღვაწლსა დიდსა შესვლად ხარ დედოფალო, ეკრძალე სარწმუნოებასა ქრისტეისასა, ნუ უკვე მტერმან ვითარცას სულმან საძოვარი პოვოს შენთან. ხუცეს და მეცა დიდსა ღვაწლსა გამზადებულ ვარ. ეგრეთ არს, ხნე იყავ მოთმინე და სულ გცემ. ჩემ და მარტო ისა არიან ჭირნი ესე. ჭირი შენი ჭირი ჩვენი არს და სიხარული შენი სიხარული ჩვენი არს. ვითარგებულების მითხარ მე. რაით უწყოდი და აღწერო შრომა ის შენი. რა ისე მკითხავ ამას? კიცე დასდგა? უმჯობეს არს ჩემ და ხელთა მისთაგან სიკვდილი. ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაი და წარწყმედა ის სულისა ჩემისაი. შუა საუკუნეებში სული ადამიანის ღვთაებრივ ბუნებად ითვლებოდა. ამიტომ ადამიანი მხოლოდ სულიერი ბუნებით ფასდებოდა. მისი ყველაზე დიდი ოცნება იყო დამსგავსებოდა და მეახლოვებოდა ღმერთს. ამისათვის უნდა დაეთქვნა ხორცი, დაეძლია ყოველგვარი ცოდვა და მანკიერება, რათა აღემაღლებინა და გადაერჩინა სული. სიცოცხლის განწირვის უნარით ადამიანი ნების მაქსიმალურ თავისუფლებას ამტკიცებდა და ყოველგვარ შეზღუდულობაზე ამაღლებას ცდილობდა. მხოლოდ ამ შეგნებით გამსჭვალოს შეეძლო შუშანიკს ეთქვა: საწყალობელი იქნა უბადრუკი ვარსქენ, რამე თუ უვარყო ჭეშმარიტი ღმერთი. ვარსქენი ჯერ სახლში არ დაბრუნებულა, მაგრამ შუშანიკმა უკვე ბრძოლა გამოუცხადა. ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურაში ასეთი ნაწარმოები საოცარია. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით მწერალი მოგვითხრობს სარწმუნოებისათვის თავდადებული ადამიანის სიმტკიცეზე, თხზულების კითხვისას ერთი წუთით არ აღიძვრება ეჭვი, რომ ჩვენ ვკითხულობთ ქრონიკას, მხატვრულად დაწერილ ქრონიკას წამებისა, ოჯახური დრამისა, პოლიტიკური დრამისა და ცხოვრებისა. მიუხედავად იმისა, რომ მწერალი აღწერს ტრაგედიას, სადაც მკვეთრად არის განსაზღვრული ჯალათი და მსხვერპლი, მაინც ახერხებს დახატოს მიუკერძოვებელი პორტრეტები. მწვავე გონება აქვს ვარსქენს. მდაბლად და მლიქნელურად უარყო სარწმუნოება, მაგრამ სპარსეთიდან მობრუნებული ვარსქენის ხუცებთან შეხვედრის აღწერისას ავტორი ამბობს: და სიხარულით შეგვიმთხვივნა და გვარქვა ჩვენ. აწნურას მერიდებით მე და ნუცაღა გძაგ. ხუცები თამამად საყვედურობენ. წარწმიდე თავი შენი და ჩვენცა წარწმიდენ. ვარსქენი გაოცებული კითხულობს, თუ რატომ დაამცირა ცოლმა ასე, რატომ დაამხო ხატი მისი და სარეცელს ნაცარი გადააყარა. შუშანიკი პასუხს შეუთვლის: არა თუ მე აღმემართა ხატი იგი და მემცა დავამხო. ხოლო მამამან შენ მან აღმართნა სამარტვილენი და ეკლესიანი აღაშენნა. და შენ მამისა შენისა საქმენი განრყვენ და სხვადგარ დააქციენ კეთილნი მისნი. მამამან შენ მან წმიდანი შემოიხნა სახით თვისად, ხოლო შენ დევნი შემოიხვენ. მან ღმერთით სათაი და ქვეყნისაი აღიარა და რწმენა, ხოლო შენ ღმერთი ჭეშმარიტი უარყავ და ცეცხლსა თაყვანიეც. და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უარყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხავ. და თუ მრავალი ტანჯვაი მოაწიო ჩემზე და მე არა ვეზიარო საქმეთა შენთან. თავისი ძმა ჯოჯიკი, რძალი და კარის ეპისკოპოსი მიუგზავნა შუშანიკს. თან დააბარა, თუნებით არ მოხვალ, თრევით მოგათრევო. უკეთო შემკრას და მithრიოს, მიხარის. რამე თუ მით სახითა იყოს განჩინებაი ჩემი მისგან. შუშანიკი თავისი ტანჯვით უსჯის ვარსქენს სასჯელს. მართალია ვარსქენს შუშანიკისათვის რჯულის შეცვლა არ მოუთხოვია, ან კი როგორ მოსთხოვდა, შუშანიკმა დაასწრო და სახლიდან წავიდა. შუშანიკი გაოცებულია, ეპისკოპოსისაგან მაინც ელოდა თანადგომას. ვითარ მეტყმე დაჯერებად ჩემდა
რამე თუ მან ღმერთი უვარყო. ბევრი თხოვნის შემდეგ იგი მაინც თანხდება და ბრუნდება სახლში, თუმცა ამას სიკვდილი ურჩევნია. თან წაიღო სახარება და მოწამეთა წიგნები. სახლში სადედოფლო ადგილი აღარ დაუკავებია. პატარა სენაკში განმარტოვდა. იგი მარტოა ვარსქენთან ბრძოლაში. ერიც და ბერიც იმას უჩიჩინებს, რომ ვარსქენს შეურიგდეს და სახლში დაბრუნდეს. ალბათ ამიტომ აღნიშნავს იგი ხშირად თავის მარტოობას განსაცდელის წინაშე. უფალო ღმერთო, არც ამღდელთაგანი ვინ იპოვა მოწყალე, არც ერისაკაცი ვინ გამოჩნდა შორს ერსა ამას, არამედ ყოველთა სიკვდილად მიმითვალეს. მტერსა ღვთისასა ვარსქენს. მართალია შუშანიკი მოწამის მძიმე გზას დაადგა, მაგრამ მაშინ მაინც ჭარბობს ადამიანური ემოციები და ვნებანი. ადამიანი ერთბაშად ვერ გარდაიქმნება. სწორედ ამაშია ავტორის გენიალობა, რომ იგი ნელ-ნელა გვიჩვენებს ამ განწმენდას და ალბათ ამიტომ აგვიწერს ყურობის ეპიზოდს, როდესაც ვარსქენი, ჯოჯიკი და მისი ცოლი პურის საჭმელად დასხდებიან. სუფრასთან შუშანიკსაც მოიყვანენ. ჯოჯიკის ცოლი შუშანიკის მიმართ მზრუნველობას გამოიჩენს. შუშანიკი პირზე ალეწავს რძალს ჭიქას და ეუბნება. ოდეს ყოფილა საქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური. აქ გამოავლინა შუშანიკმა თავისი ადამიანური სისუსტე. აქ გაუმძაფრდა მას მარტოობის გრძნობა. მძიმე გზაზე შემდგარს მას თანაგრძნობა სჭირდება და არა დაყვავება და შეცოდება. ამიტომ არ არის საკვირველი, რომ აქ ამოანთხია თავისი წყრომა ერზე და ბერძზე და ერთი შეხედვით უდანაშაულო რძალს უხეშად მოექცა. სწორედ აქედან იწყება დაუნდობელი ბრძოლა ვარსქენისა და შუშანიკისა. ვარსქენმა შუშანიკს უმოწყალოდ სცემა. ბორკილებით შეაკვრევინა. მცირე სენაკში ჩაკეტა და ბრძანა არავის ენახა. შუშანიკის მოძღვარმა დაანამუსა მცველი. უბადრუკო, არამისი განზრდილი ხარა? მაშინ შემიშვა ფარულად. და რა ვიხილე დიდძალი წყლულები და სიმსივნე მისი, აღუტევე ხმაი და ვტიროდე. ნუსტირ ჩემთვის, რამე თუ დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემ და ღამე ესე. მიბრძანე და მოგბანო სისხლიეგე პირსა შენსა და ნაცარი რომელი თვალთა შენთა შთაცვეულ არს და სალბუნი და წამალი დაგადვა რაითა ჰეღამე თუ განიკურნო. ხუცეს მაგას ნოიტყო, რამე თუ სისხლი ესე განწმენდელ არს ცოდვათა ჩემთა. შუშანიკმა საბოლოოდ გადალახა ყველა ბარიერი. იგი ტკივილზეც ამაღლდა. მან უკვე უარის თქვა ამ ქვეყნიურ ცხოვრებაზე და ამიტომ სურს ხუცესის ხელით ვარსქენს სამკაულები, სადედოფლო რეგალიები დაუბრუნოს. ხუცესი ურჩევს, რომ არ აჩქარდეს. თავად ცდილობს მალე გაეცალოს და არ შეუდგონ დედოფალთან ყოფნა, რომ ამ დროს გარეთ კითხულობენ. იაკობი მანდარისო? აი აქ ამ ხელს ავტორი თავის სახით. ვარსქენი სალაშქროდ წავიდა. შუშანიკი ეკლესიაში გადავიდა. აირჩია მცირე სენაკი და დიდი მარხვა ლოცვაში და ტირილში გაატარა. წამოიყვანა ვარსქენმა შუშანიკის სახლში თრევით. წეწვზე ატარა და კვერთხით აცემინა. შუშანიკს აღარ აღმოხტენია არც ყნესა, არც ტირილი. მხოლოდ ეს უთხრა ვარსქენს. უბადო, შენღა თავითვისი არა შეიწყალე და განსდეკ ღვთისაგან. შენ მემცა შემიწყალეა. და ვით არ წაიხილა, დიდძალი იგი სისხლი, რომელი დამოსდიოდა ჩვილთა მათ ხორცთა მისთა, ბრძანა ჯაჭვი დაედოთ და ბნელ სენაკში ჩაესვათ. მაშინ წამოიყვანეს და მოჰყვანდა წმინდა შუშანიკ, უხამური და თმაგარდატევებული, ვით არცა ერთი ვინმე შეურაცხთაგანი. ხალხი ტიროდა. ნუსტირ ძმანო ჩემნო და დანო ჩემნო და შვილნო ჩემნო, არამედ ლოცვასა მომიხსენიეთ. ექვსი წელი ციხეში გაატარა. განაბწყინა და განაშვენა ყოველი იგი ციხე სულიერი თამით ქნარითა. აი ამ ადგილას იაკობი ცურტავის კლიმატს აგვიწერს. და ამით უფრო ამძაფრებს შუშანიკის ციხეში ტანჯვას. ჟამსა ზაფხულისასა, ცეცხლებრ შემწველი იგი მხურვალება იმ ზისაი,
ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი, რომლის ამ მკვიდრნიცა მის ადგილისანი სავსენი სენითა, წყლითა განსივებულნი და განყვითლებულნი, დაწრეტილნი და დამჭნარნი და დამღიერებულნი, ჩარადოვანნი, პირმსივანნი და დღემოკლე ცხოვრებულნი და მოხუცებული არავინ არს მათ ქვეყანათა. ვარსქენმა შვილებსაც შეუცვალა რჯული. შუშანიკმა უარი თქვა შვილების ნახვაზე და მათი სახელის ხსენებაც აღარ უნდოდა. მიუხედავად ბოროტებისა და სულმოკლეობისა, ვარსქენს არ სურს შუშანიკის სიკვდილი, მაგრამ შუშანიკმა თვითონ შესწირა თავი მსხვერპლად ვარსქენის უგუნურებას. ვარსქენი ყველა ღონეს ხმარობს დააბრუნოს შუშანიკის სახლში და ახლა თავისი ძუძუმტე მიუგზავნა. არქუმას უხმთოსა, ვითარმეთ შენ მომკალდა მარქუმე, ცოცხალითა ფერხით არა გამოხვიდე შენ მაგიერ ციხით. ხოლო აწ, უკვე თუ შემძლებელ ხარ, გვდარსა აღდგინებად, პირველად დედა შენი აღადგინე, რომელი ურცდა მარხულარს. გარნა თუ მისა ვერ შემძლებელ ხარ აღდგინებად, ვერცა ჩემ და შემძლებელ ხარ განყვანებად, გარნა თრევით განმითრიო. ამ პასუხიდან მეორე დღეს ვიღაც მოვიდა წმინდა შუშანიკთან და უთხრა: კეთილად მიუგე მას სიტყვა იგი, რამე თუ მაგით სახით ეგულებოდა შეტყუვილი შენი და მას სხვა იზრახვაი გულსა მოეხადა სიბოროტისაი შენთვის. რატომ უნდა ვარსქენს შუშანიკის სახლში შეტყუება? კიდევ რა ბოროტ იზრახვა უნდა ჰქონოდა? შუშანიკი რომ ციხიდან გამოსულიყო, ის უკვე მორალურად გატეხილი გამოჩნდებოდა ხალხისა და ღმერთის წინაშე. ასე გაილია 6 წელი. მე-7 წელს დედოფალი მძიმედ დასნეულდა და მისი აღსასრული მოახლოვდა. თუმც შეურყევლად განლო თავის მიერ არჩეული გზაწამებისა, კიდევ ერთხელ დაიჩივლა. ავთ წარმდებად საქმე ესე ჩემი. რამე თუ არავინ იპოვა კაცთაგანი, რომელსამცა აქ უნდა წყალობაი და ტკივილი ჩემთვის, რომელმამცა შეაჯერა უღმრთოსა მას საწუთროსა მეუღლესა. განვისაჯენით მე და ვარსქენ პიტი ახშიმონ, სადა იგი არ არის, თვალღებაი წინაშე მსაჯულისა მის მსაჯულთაისა, მეუფისა მის მეუფეთაისა. სადა არ არის რჩევაი მამაკაცისა და დედაკაცისაი, სადა მე და მან სწორი სიტყვა ითქვა წინაშე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეისა. მიაგოს მას უფალმან, ვითარ მან უჟამოთ ნაყოფნი ჩემნი მოისთვილნა და სანთელი ჩემი დაშრიდა და ყვავილნი ჩემნი დააჭნო. შვენიერებაი სიკეთისა ჩემისაი დააბნელა და დიდებაი ჩემი დაამდაბლა. ღმერთმან საჯოს მის შორის და ჩემ შორის. ესე ყოველი ცხოვრებაი, ვითარცა ყვავილი ველთაი წარმავალ არს და დაუდგრომელ, და ვინც თესა მოიმკო, და ვინ განაბნია გლახაკთათვის შეიკრიბნა. და რომელმან წარიწყვინდოს თავითვისი, მან პოოს იგი, რომელმან ადიდა იგი. და დღეი ხუთშაბათი იყო, რომელსა განვაწესეთ სახსენებელი წმიდისა შუშანიკისი, სადიდებლად და საქებლად ღვთისა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომელსა შვენის დიდებაი უკუნითი უკუნისამდე. ამენ.